ესე იგი მეგობრებო, ეხლა მოვედით ჩემპიონთა აკადემიაში აქვე. ჩემ გვერდზე ხედავთ ლევან მაყაშვილს, პირველ ქართველ UFC-ს მებრძოლს. ამიან გოგონაძეს, რომელიც იქნება ჩემი სეკუნდანტი. მოვედით ჩემპიონთა აკადემიაში ვარჯიშზე, კემპს გავდივარ. მოკლედ მოსამზადებელ კემპს გავდივარ საქართველოში. გაიგებთ უკვე რომ კენა ორზე ვბრძოლობ, მოლოდინი დიდია და შედეგიც იქნება დიდი ძმაო. შევბერავ კარგ ვარჯიშს მოკლედ რა. დავედით. ამოვდევი იანვრის დასაწყისში მერაბ და ნინა დრამას სულ რაღაც ერთი კვირით. დამირეკა სეტანტამ კენა ორზე ბრძოლის სურვილი თუ არ გექნებაო 14 მარტსა და მეც რა თქმა უნდა ეს შანსი გამოვიყენე. ერთი კვირის ბარგით ვიყავი სულ დასაწყისში ჩამოსული, საერთოდ სავარჯიშო შორტიც არ მქონდა. გავვარდი საქართველოში ვიყიდე მთელი ეკიპირება, ხელსაწყალები რაც საჭირო იყო. დავთანხმდი ამ ბრძოლას და შემოვჭი ამ ჩემი ერთკვირიანი ბარგით უკვე მარტის 14-მდე, სადაც ვიბრძოლებ თბილისის სპორტის სასახლეში ჩემ პროფესიონალ დებიუტს. ბრძოლა მაქვს 70 კილოგრამში. ვატარებ ბუნებრივად დაახლოებით 83-ს, ასე რომ მიწევს 12-13 კილოს კლება. უკვე დავიწყე სწორი კვება დიეტა და უკვე ვარ დაახლოებით 78 კილო. ბოლო დღეებში მექნება დასაკლები დაახლოებით 7 ან 6 კილო, რადგან პირველად ვიკლებ ამდე 70 კილო, ბოლოს ბავშვობაში ვიყავი, ალბათ 16 წლის რო ვიყავი, ასე რომ თუ მარტივად დავიკელე, ვაპირებ რომ უფრო მაღალ დონეზე ვიჩხუბო 66 კილოგრამში, სადაც გამოვიყენებ ჩემ სიმაღლეს და გაბარიტებს, ასე რომ ვთქვა. ეხლა ფასავით არ ვარ, მაგრამ 1.91 ალბათ ვარ. დღეს მისი ვარჯიში გვხდა რაღაც ნახავთ, მე გვაქვს კენას გადაღებული და აი ამ გადაღებებსაც გაჩვენებთ როგორ მიმდინარეობს. Mentally feel like Kobe, I'm like Jokic with the rock. You physically couldn't hold me, I don't care if you pushing 40. You can never. ჩვენი ჩემპიონთა აკადემიის წვრილი ლევან შაიშაშვილი მოქოლა სეკუნდანტად ტურნირში კუთხეში მატესანიკიძე ამიან გოგოლაძე და ლევანი 7 კილო ნახევარი მოტოვებული ბოლო კვირისთვის, სადაც დავიწყებ წყლის ხარჯზე კლებას. დიდი ალბათობით გავწურავ 66 კილოს შემდეგი ბრძოლებისთვის, რა ხალხი არიან. ბატონი ამიან გოგოლაძე ბოლო კვირაში იკლებს 20 კილოს. მიგილია, მაგრამ ეხლა წავალთ ბარბერშოპში, თუნდაც რიგდე ჩელავაზდეთ და წავალთ მე კენას გადაღებებზე. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწვევთ ახი. ესე იგი მეგობრებო, ვარჯიშს მოვშით და აქვე არის კაფე ჩემპიონთა აკადემიის, ეხლა ჩემპიონთა აკადემიის ეზოში. ისე ჩემ კვებაზე ზრუნავს ბებიაჩენი. მოვედით მეგობრებო, ეხლა მაფია ბარბერშოპში, აი გამონათლება ისამართი. დავიბათ მას და იმედია კარგად შევიჭრით, გავისწორებთ მას და წვეს, რადგან აქედან მივიდივართ გადაღებაზე. ესე გავлавასდი მეგობრებო და აქედან მივიდივართ კენას გადაღებაზე, სადაც მაქვს ინტერვიუ და მანამდე მგონი ცოტა დროც გვაქვს და შევიაროთ აქვე გვერდზე არის ერთი ახალი ინტერნეტ კაფე, ყველასთვის ნაცნობი, გაჩვენებთ ვიდეოში და მოვინახულოთ ჩვენი მეგობარი იუთუბერი ნიკა TMG ზონაში. იმედია ნიკაც მოვა, მანამდე ჩვენ უნდა ვითამაშოთ ეხლა PlayStation-ზე UFC ჩემი ოპერატორი უნდა დავამხო. ესე იგი მეგობრებო, ნიკა არა, მაგრამ ყავს ჩვენი საბიასი, მე და საბიასი ბორჯომში ვიყავით წინა დაფონზე და ლოგი ვერ გადავიდეთ, მაგრამ კარგად ვიმორჯიშეთ, კარგად გავისვენეთ. მე ჩავიდა ძმა ამერიკაში, მოგვიდა ბიჭები, ახლა თბილისში ჩამოვიდა. სხვათა შორის ეხლა ბოლო ბრძოლა ამერიკაში მოხდა, საბიას მომწერა რომ გაგვიდა მოეჭველიო და მართლა გავგვიდე რა და ეხლა რას ვთქვი შენ პრედიქშენი მაინც ისე იგივე აზრზე ვარ, რომ კენაზე ლაშა პირველივე რაუნდში, ან მეორეს დასაწყისში, აი მეორეს ნახევარი, მაგრამ მეორეს არ დამთავრდა. საბიშენს იწა. კაის რომელ საბიშენს დაგჭობა ისე. რა თქმა უნდა, შენი სტილი როგორ ყველაზე კარგად, ყველაფერი კარგად გამოდის ჩვენში, მაგრამ დაგჭობა მაინც არ ყოფილა კენაზე თან და მე საბიშენი არ ყოფილა ვაფშე და გაიქნება. ეხლა წავედით კენას გადაღებებზე და მეგობრებო მომზადეთ TMG ზონაში, მისამართი ამონათლება, ქვემოთაც დავწერ მისამართს და ეს თუმეთ ნიკას და TMG
არის ბანდას. და მეგობრებო, მოვედით დღეს სეტანტას ოფისში, სადაც გვიქნება ინტერვიუ. გამოვიცვალე, რადგან გარეთ ძალიან ცუდი ამინდია და წვიმს. მაღალი ნომის აპარატურა აქვს ბიჭებს, როგორც ხედავთ, შტაბეჭილების ქვეშ ვარ და ეხლა მოვყვები, ესე ვთქვათ, რაღაც მოკლემეტრაჟიან კლიპს ვიღებ, თუ როგორ დავიწყე და საერთოდ როგორ მოხდი კენაზე. საინტერესო იქნება, თქვენ მანამდე იხილავდით სხვა კადრებსაც, როგორ მიმდინარეობდა სხვადასხვა გადაღებები და ეხლა დავწყოთ მოკლედ და ჩემ ვლოგშიც ნახავთ რაღაცა კადრებს. დავიწყოთ. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლაშა მესხი, იგივე დინამიტი და დღეს მოგიყვებით ამბავს თუ როგორ მოხდი კენა 2-ზე. დავიწყე სხვადასხვა სამსახურებში მედიცინასა და მუშაობდი როგორც რესტორანში დამხმარედ, ასევე ჭურჭლის მრეცხავად. დაახლოებით 2 თვის შემდეგ კი ჩავატარე მესამე ბრძოლა, სადაც გავიმარჯვე იგივე ორგანიზაციაში და მოვიპოვე WFC-ს ქალქა. მეგობრებო, შენში მე აქ კაუნტერს ვთავაზე. ესე იგი მეგობრებო, ეხლა მოვედით გიმნაზიაში, სადაც გვექნება კენას გადაღება. დღეს არის ფოტოსესია და იქნება რაღაც TikTok ვიდეოების გადაღება, რაც გაიშვება კენას გვერდზე და შემდეგ კვირას გვაქვს პროფაილის გადაღება, ანუ იქნება მოკლემეტრაჟიანი კლიპი ჩემს შესახებ. კენა არის ახალი ორგანიზაცია და კეთდება ძალიან მაღალ დონეზე, ამ ყველაფერს აკეთებს სეტანტა. ეს ყველაფერი არის ამ სპორტის MMA-ის ნაწილი, გადაღებები, შოუს შექმნა არის ამ სპორტის ძალიან დიდი ნაწილი. ასევე გვექნება გადაღებები დაჟე Fight Week-ზე, წონის კლების დროს და UFC-შიც ასე არის მეგობრებო. ასე რომ ჩაუჯექით, უყურეთ და ლაიქით ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ესე იგი მეგობრებო, მგონი კარგად ჩაიარა ინტერვიუს ნაწილმა, კამერაში ნახავდით ყველაფერი მაღალ დონეზეა გაკეთებული, ცოტა დაჟე აი მომაწვა ეს რაღაცა მინიმალური ადრენალინის გზნობა უკვე, რომ აი რაღაცა შეგზადების ნაწილია ეს ყველაფერი, აი ეს გადაღებებია, ეს შუქები რო გადათებს და ეხლა უნდა გადავიდეთ ვარჯიშის კადრები, ჩემი სპარინგ პარტნიორი მახავს თან. თაზო ფუტბოლისტი, ქართველი MMA-ის პროფესიონალი მებრძოლი, 11 ხუთზე რეკორდით, საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია, 16 პროფესიონალური ბრძოლა ჩატარებული და დღეს გადავიღებთ ეხლა საბრძოლო კლიპს. დავაწყოთ. მეგობრებო, ეს იყო წინა საბრძოლო კლიპის გადაღება. რავი, საკმაოდ კაი გამოვიდა. მადლობა თაზოს, ჩვენმა ძმამ. კარგად დაგვეხმარა ჩვენი ძმა, გარჩე კაი კლიპები გავაკეთეთ, რაღაც წავუჭიდავეთ. ეს კლიპი გაიშვება ბრძოლამდე გამოსვლის წინ. რინგამდე სანაცემო სიმღერა ჩაერთვლა და გამოვა. მგონი კაი გამოვა, სალკე იქით ინტერვიუ ჩავწერეთ, როგორც ნახეთ და წინ კიდევ ბევრი გადაღებებია, ბევრ სცენებს ნახავთ. თაზოსაც კიდე იხილავთ წესით, იმიტომ რომ უნდა გადავიღო ჩემი საბრძოლო მომზადება და ვიმზადები აქ საქართველოში. ჩემგანს აკადემიაში გავდივარ მეგობრებო მოსამზადებელ კემპს და აუცილებლად ვლოგ შემოთავაზებთ როგორ მომზადები აქ საქართველოში. შემდეგ იქნება წონის კლების ვლოგიც და ვიდეო და Fight Week იქნება და მოკლედ ძალიან ბევრი კონტენტი გელოდებით. აბა, გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო და შემდეგ შეხვედრამდე.